მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ჩვენ. დღეს ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს ონლაინ მაღაზია ბუტიკ შოპი. ჩვენი ჩაწერები კი მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს არის ჩემი სტუმარი, უამაზესი გამორჩეული გოგო მანიკა ასათიანი. მოგესალმები მანიკა. დიდი მადლობა რომ მოხვედი, ვიცი რომ არ გიყვარს პოდკასტებში სიარული და მე მგონი არც ყოფილ ხარ არსად. კი. და ძალიან მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ. ძალიან დიდი მადლობა. შენ თვითონ ხარ ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი და მეც მიხარია რომ შენი სტუმარი ვარ. მანიკა, როდესაც ვფიქრობდი რითი უნდა დაგვეწყო საუბარი და ვეძებდი ინფორმაციას, რომელიც მრავლად არის სოცქსელში შენზე, ბოლო დროინდელმა შენმა აქტივობამ მიიპყრო ჩემი ყურადღება და დამაინტერესა, იმიტომ რომ მთლიანად არის დაკავშირებული ქველმოქმედებასთან. ერთი არის პროექტი ტაბითა, ხოლო მეორე კი არის სიკეთეჯი, ეს პლატფორმა, რომელშიც შენ ძალიან აქტიურად ხარ ჩართული. ძალიან მაინტერესებს, რომ მოგვიყვე და ჩემს მაყურებელსაც რო გავაცნოთ ეს ორივე პროექტი და როგორ მოხდა ის, რომ შენ ამ ყველაფერში ესე აქტიურად ჩაერთე. ქველმოქმედებაზე ზოგადად ხმამაღლა საუბარი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მე უბრალო მონაწილე ვარ თითოეული პროექტის, რომელიც ახსენე, ამიტომ იმ ადამიანებზე მოგიყვები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებენ. ხო? ვინებიც აკეთებენ. ტაბითას შემთხვევაში ეს გახლავთ ფერისცვალების ჰოსპისის ბაზაზე არსებული პოპ-აპი, რომლის ინიციატივაც მაკა ასათიანს ეკუთვნის და შემდგომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და ერთობლივი ძალით, როგორც წესი, მე მართლა მჯერა რომ დიდი საქმე და მით უმეტეს როდესაც სიკეთეს და ქველმოქმედებას ეხება, ერთობით კეთდება და ამ შემთხვევაშიც ნამდვილად შეიძლება რომ მაგალითისთვის ავიღოთ ტაბითა, რომელიც იმ ადამიანებისთვის უკიდურესად მოხუცებულებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ რეალურად ჩვენი დახმარება, გროვდება წლიდან წლამდე თანხები, რომ უბრალოდ შეძლონ ცხოვრება, არსებობა და ის მინიმალური და ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებები, რაც ყველა ადამიანს გვაქვს ცხოვრებაში. ამიტომ მადლიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა მე, რომ ვიყო ამ საქმეში ჩართული. რაც შეეხება სიკეთეჯის, სიკეთეჯი შექმნა თვითონ იდეაც და შექმნაც ეკუთვნის პავლე მგელაძეს. არ ვიცი მაქვს რა უფლება რომ მოვყვა ეს ისტორია, მაგრამ ვინაიდან თავად არ უსაუბრია, შემიძლია ვთქვა, რადგან ისტორია ვიცი, მისმა ოჯახის წევრმა ქუჩაში ნახა ადამიანი, რომელიც ნაგვის ურნაში ეძებდა საკვებს და ეტყობა იმდენად ემოციურად იმოქმედა მასზე, რომ შემდეგ მოუყვა პავლეს ეს ისტორია და აქედან მოდის ინსპირაცია, რომ გაკეთებულიყო რაიმე პლატფორმა, სადაც პირველ რიგში პირველი საჭიროება რაც არის საკვები, ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. ყველა შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რეალურად ეს პლატფორმა გაძლევს შესაძლებლობას, რომ მოითხოვო კიდევაც საკვები და თუ შენ სურვილი გაქვს მარტივად მიიღო მონაწილეობა ქველმოქმედებაში, თუნდაც იმაში, რომ ერთი დღე ვიღაცას არ შეიოდეს და ამ საქმეში შენ გქონდეს წვლილი შეტანილი და შემდეგ უკვე რეინვენთის გუნდი გაერთიანდა ამ ყველაფრის გარშემო და ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ადამიანი გავიცანი ამ პროექტის გარშემო, იმიტომ რომ როგორც მე, რიგითი მოხალისე, ზუსტად ასე ჩავერთე და შემიძლია თამამად თქვა, რომ ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, აქედანაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ერთობა, როცა სიკეთეს და ქველმოქმედებას ეხება. საქმე უამრავი კარგი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქალაქში და ამ პლატფორმის საშუალებით ძალიან ბევრი მათგანი მეც გავიცანი, იმიტომ რომ დღის განმავლობაში, როდესაც რაღაცა მობილიზებას ვაკეთებდით, იქ ვაფასოვებდით საკვებს სხვადასხვა ადამიანისთვის, ოჯახისთვის, სულ მოდიოდა ხალხი, რომ აი მეც დაგეხმარებით, ვიღაცა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, ვიღაცას პროდუქტი მოქონდა, მოკლედ აი ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა და მაგარია. ზუსტად ამ მომენტში ხვდები, რომ ცხოვრება რეალურად ეგეთი მომენტებისთვის ამ მომენტში დაღლას ვერ გრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადია ყველა საქმე, აი იმდენად დიდი ადრენალინია და სურვილი, რომ ვიღაცა შეიძლება ძალიან გაახარო, ხო, დაღლა ძალიან მიანდაზე ხარისხოვანია.
ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ამ მისიით შეხვედრა, ხო და ალბათ გადაეკვეთე უამრავ ახალ ადამიანს. აი რა ემოციას იღებ შენ აქედან, ეს მაინტერესებს და ასევე თუ გაქვს რაიმე განსაკუთრებული ისტორია, შემთხვევა, რომელიც აი ამ ყველაფრის ფარგლებში განიცადა. ზოგადად როცა სიკეთის გარშემო ერთიანდება ბევრი ადამიანი, უკვე ძალიან ბევრი ემოცია ერთად მოდის. აი იმ ერთობის ხილვით თუნდაც რომ აი უანგაროდ შეგიძლია რომ ვიღაცას რაღაც გაუკეთო და ამის სურვილი რო არსებობს, ალბათ პირველ რიგში ეს არის მთავარი. უშუალოდაც კი ბევრჯერ მომიწია რომ მე თვითონ მიმქონდა ეს ნობათი შეიძლება ასე ითქვას ოჯახებში და ძალიან დიდი ემოციებით უბრუნდებოდი. უკან იცი ცოტა სევდიანიც იყო. ამავდროულად მამოტივირებელიც, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება წარმოდგენა არის ასეთი, რომ ადამიანები, როდესაც გიცნობენ ტელეეკრანებიდან, რაღაც მიუწვდომელი ხარ თითქოს მათთვის და რეალობაში მე სრულიად განსხვავებულად აღვიქვამ ამ ყველაფერს, თუ კი შემიძლია რომ ეს რაღაც ჩემი ბჭყალებში ცნობადობა გამოვიყენო კარგი საქმისთვის და თუნდაც ადამიანების გახარებისთვის, კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის და პირიქით მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობით და აი ხშირ შემთხვევაში ვინც მომყვებოდა ხოლმე ოჯახებში მეუბნებოდნენ რომ უკვე ვეღარ ვიგებო შენი ნახვა უფრო გაუხარდათ თუ პროდუქტიო და ძალიან დიდი ბედნიერებაა როდესაც ხალხს უყვარხარ და ალბათ მთავარი მონაპოვარი ეგ არის ჩემთვის. კი, ზუსტად ამის თქვა მინდოდა რომ ცნობადობა ახსენე და ადამიანი რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია და სოცქსელში ხშირად ვართ განებიურებულები შენი კადრებით კომენტარებს ვაკვირდები ხოლმე, მე არ შემხვედრია ნეგატიური კომენტარი. ანუ რეალურად შენს მიმართ მართლა მრავალი წელია უკვე გულწრფელად ხალხი ამჟღავნებს ამ სიყვარულს და ანუ გრძნობ ამას ხო რეალურად. კი, რა თქმა უნდა, მე ძალიან პატარა ასაკში მომიწია უკვე ტელევიზიაში მისვლა 15 წლიდან ეკრანიდან მიცნობს ხალხი და შესაბამისად, როდესაც პირველად მხედავენ ხოლმე, ყოველთვის არის განსაკუთრებული ემოციები და კომენტარები და თითქოს მივეჩვია, მაგრამ ყოველ ჯერზე არის საოცარი ემოცია, როცა შენთვის სრულიად უცხო ადამიანები, ასაკის და მიუხედავად, ანუ ბავშვებიც, აი, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შემხვედრია ქუჩაში, რომელიც უანგაროდ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ და არ ვიცი, აი, თუ კი თავარ მიღწევაზე ვისაუბრებთ, ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა ნამდვილად ის არის, რომ არ ვიცი რის გამო, მაგრამ შევძელი და ადამიანებს უყვარვარ. რა მაგარია. 15 წლიდან იყავი ტელევიზიაში, მაგრამ 13 წლიდან გამოჩდი, მე მგონი პირველად ხო ფართო აუდიტორიის წინაშე, როცა პოდიუმზე გამოხვედი. ფაქტობრივად 20 წელი გავიდა აქედან. ანუ დაიწყო პოდიუმით, შემდეგ იყო ტელევიზია, სიმღერა, სხვადასხვა პროექტები და აქტიურად მოღვაწეობ ასევე როგორც წამყვანი და სხვადასხვა ღონისძიებებშიც იღებ მონაწილეობას. უკან რომ დავბრუნდეთ, აი, საიდან წამოვიდა ეს საჯაროობა? რამდენად იყო ეს მახასიათებელი შენში ბუნებრივად, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ამ თემაზე ხშირად მithქვამს, რომ არ მქონია ბავშვობაში ოცნება, რომ ყოფილიყავი ან ტელეწამყვანი, ან მოდელი და არც რაღაც პოპულარობისკენ იყო ლტოლვა ჩემი მხრიდან. ჩემს ცხოვრებაში და ამისთვისაც მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის რაღაც საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვხვდებოდი და ამან განაპირობა ის პროფესიაც, რომელიც ავირჩიე და ეტაპობრივად რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. სამოდელო კარიერასაც შეეხება. ბებია ჩემის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ მეცადა და მაშინ არ იყო ასეთი აქტუალური, თუმცა ფეხს იდგამდა და რაღაც კარგ პერიოდში მომიწია, რამაც ძალიან ბევრი რაღაც შემატა ჩემს ცხოვრებას, კამერებთან მუშაობა თუნდაც 13 წლიდან, ეს თავისუფლება, რომელიც შემდგომ ეკრანზე გადავიტანე და გამომადგა ძალიან და სხვათა შორის სამოდელო სფეროს მოჰყვა ტელევიზიაში მუშაობის დაწყებაც, იმიტომ რომ ერთ-ერთი კასტინგი იყო დილის შოუში ჭირდებოდათ ამინდის წამყვანი. ეს აპრობირებული მეთოდი იყო საზღვარგარეთ, მაგრამ საქართველოში ჯერ ცალკე რომ ამინდის პროგნოზ წამყვანი ყოლო და არ იყო დანერგილი და რაღაც ახალი ეტაპი იყო თვითონ დილის შოუშიც და ამარჩიეს მე თავიდან რომ თქვა რომ დავთანხმდი მოვიტყუები, იმიტომ რომ რაღაც ვერ წარმოვიდგინე ჩემი თავი, სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირდაპირ ეთერში უნდა მემუშავა და თითქოს არ იყო ჩემი ინტერესის სფერო, მაგრამ აქაც იმ ადამიანების დაჟინებული მოთხოვნით, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ რუსთავიორზე, მაშინ რუსთავიორში დავიწყე მუშაობა.
ნინო არაზაშვილი უნდა გავიხსენო აუცილებლად, რომელიც იყო დილის გადაცემის პროდიუსერი და გოგი გეგეშიძე, რომელიც იყო არხის დირექტორი და ამ ორმა ადამიანმა იმხელა სითბოდა სიყვარული დამანახა და რაღაცა მონდომება, რომ აი აუცილებლად მე ამ პატარა ნაბიჯით რაღაცა დიდს შევძლებდი, რომ ასე ვთქვათ, ავყევი მათ ემოციებს და დავიწყე და ნამდვილად არ უნდა პირიქით ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ უკვე ჟურნალისტიკა იყო ჩემი და მარტივად დავირჩიე შესაბამისად ეს პროფესია. პირველი ეთერის ემოციები გახსოვს პირველად რო კამერის წინ დადექი და თან პირდაპირ ეთერი იყო თუ პირდაპირ ეთერი იყო, კი. აი, როგორ ვთქვა, არჩევიდან 2 დღეში უკვე პირდაპირ ეთერში ვიყავი. სხვადასხვა ერთი რაც მახსოვს, რომ ნერვიულობით არ ვნერვიულობდი. ეს არ მახასიათებს, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს დღემდე, აი თვითონ ეს ნერვიულობა არ არის ჩემი. ანუ თუ იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო და თავისუფლად ვგრძნობ თავს, ნერვიულობა არ ახლავს თან, თუნდაც პირდაპირ ეთერს და მაშინაც თან პატარა ვიყავი, ალბათ ბოლომდე ვერციაზრებდი რომ პირდაპირ ეთერში საქართველოს გიყურებს, მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის და შემდეგ უკვე განმავითარე, რა თქმა უნდა. და აი მაშინ მივხვდი, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისი იყო და ამას მოყვებოდა, შემდგომ უკვე ესეთი გაგრძელება, თუ აი იმ მომენტში უბრალოდ აკეთებდი ამ საქმეს და არ ფიქრობდი, რომ შეიძლება ეს შენი პროფესიული არჩევანი გამხდარიყო. მე მგონია, რომ ტელევიზიაში როგორც კი მოხვდები და ამ რაღაცა სამყაროს გემოს გაუსინჯავ, არ არსებობს რომ არ მოიწამლო, თუ მართლა შენია და თავიდანვე მიხვდები, რომ სწორ ადგილას ხარ და ზუსტად ამიტომაც იყო, რომ მე უკვე ჟურნალისტიკა ავირჩიე პროფესიად და რა თქმა უნდა განვითარების პერსპექტივით და იმ პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომლითაც მოვედი აქამდე. და ყველაზე მეტად რა მოგწონს ამ პროფესიაში? ძალიან მრავალფეროვანია. და არ არის რუტინული. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი როგორ თქვა, მე თვითონაც ეთერიდან ეთერამდე ვიზრდებოდი. იმდენად საინტერესო თემებზე მიწევდა საუბარი, იმდენად საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რომ ხო, ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესია არის, რომელიც როგორც ადამიანსაც განვითარებს. აჰა. თითქოს შენ ცხოვრებაში, შენი კარიერული განვითარებაც, ოჯახიც, დედობაც ყველაფერი რაღაც მალე მოხდა, იმიტომ რომ ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, აქედან 2 წელიწადში ან 17 წლის როცა იყავი, უკვე შექმენი ოჯახი და დღემდე 16 წელია, ხო, მე მგონი რაც ერთად ხარ. თითქოს ყველაფერი რაღაც სწრაფად მოხდა. აი 17 წლის ასაკში ჯერ გოგო მარიცის ხოლმე რა მოსწონს, რა უნდა. მაშინ კიდე ალბათ სხვანაირად ფიქრობდით, ვიდრე აი დღევანდელი თაობა ფიქრობს, ხო? აი ეს პერიოდი რო გაიხსენო, როგორი აღქმა გქონდა მაშინ ამ ყველაფრის, როცა ესეთ პატარა ასაკში ოჯახს ქმნიდი. კი, ნამდვილად ძალიან პატარა ვიყავი და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ არაფერს არ უნანობ, თუმცა იმის რაღაცა პროპაგანდა რომ ადრე გათხოვება კარგია აპრიორში, ნამდვილად ჩემი მხრიდანაც უხერხული იქნება, აქ რაღაცა გამართლებაც არის, რაღაც ერთი ინტერესები და ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს შემდგომ, იმიტომ რომ ნამდვილად 17 წლის ადამიანმა წესით ბოლომდე არ უნდა იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ხო ძალიან დარწმუნებული ვიყავი ამ არჩევანში და შესაბამისად მარტივად მივიღე გადაწყვეტილება და ხო რაღაც კარიერაც და ოჯახიც იმდენად ერთად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ასე გაგრძელდა შემდგომ დღევანდელ დღემდე და ხო არ ვიცი, ასაკი არ განსაზღვრავს ალბათ ინტერესს და არჩევანს, მაგრამ ეგეც ინდივიდუალური. მზად ვიყავი და აღმოჩნდა, რომ მართლა მზად ვიყავი, ხო, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება რომ ასე შეფასდეს. დედობისთვისაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე 19 წლის ვიყავი, როცა გიო გაჩნდა, რაღაცნაირად ხასიათი მაქვს ეგეთი, რომ აი დედად დავიბადე, ამას ხშირად ვამბობ ხოლმე. თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული ჩემი შვილის აღზრდაში, ცხოვრებაში, თითოეულ დეტალში, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებდი და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მუშაობდი და რაღაც ჩემი საქმე მქონდა, არასდროს არ მქონია განცდა რომ რაღაცა დავაკელი ან რაღაც მომენტში მის გვერდით, ყველა მნიშვნელოვან მომენტში მგონია რომ ჩემი შვილის გვერდით ვიყავი და ვარ, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, სადღაც პროტესტი ალბათ არის, რომ უფრო მეტი დრო შეიძლება უნდა მას და მეც, მაგრამ უკვე ისეთ ასაკში რომ გააზრებულად, როცა ეს საქმეს ეხება, თავისუფლად იგებს რომ
არის რაღაც მომენტები, სადაც შეიძლება არ ვიყო, მაგრამ მნიშვნელოვანს არასდროს არაფერს არ გამოვტოვე. თან ძალიან გგავსკიო, ხო, შენი ასლი არის. რა შეცვალა დედობამ შენში? გიოს გარშემო დაიწყო პლანეტამ ბრუნვა ჩემთვის. ყველაფერი შეცვალა. მართლა ყველაფერი შეცვალა. ოღონდ ყველაფერი დადებითი კუთხით. ანუ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სადაც არ უნდა ვიყო, twin-ში ყოველთვის არის გიო და ყოველთვის პარალელურად მასზე ვფიქრობ და იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს აი თვითონ ეს პროფესია, დედობა, ხო შეიძლება პროფესია დავარქვათ, ასე ვთქვათ, მთავარი პროფესია ეგ არის მოკლედ ჩემთვის. ხო. და როგორ ფიქრობ, სად გადის ზღვარი, აი მეგობრობასა და ავტორიტეტს შორის, როცა დედა-შვილის ურთიერთობას ეხება საქმე, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ. რთულია ხო ამ ზღვარზე საუბარი, ალბათ პასუხიც არ მაქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე და გიო ძალიან კარგი მეგობრები ვართ და მართლა ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ ეს რაღაც თავისუფლების ხარისხი მისთვის არ შემეზღუდა და ყოველთვის ოჯახში, როგორც დიდ ადამიანს, ისევე კითხებოდით ყველაფერს, მგონია რომ ამ მეგობრობის გარდა მაინც მისთვის ჯერ ვარ დედა და მე მეგობარი, ოღონდ ამაზე ბევრი ფიქრი რომ დამეწყო ან დღეს დავიწყო, ალბათ უფრო რაღაც არაბუნებრივად გამოვიდოდა და ბევრი არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, რაღაც რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებდი, მაგრამ ალბათ უფრო ემოციით და გულით ვმოქმედებ. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და ასე მოხდა. და მომწონს ეს ურთიერთობა. ხო, და მე მგონია, რომ რაღაც მომენტში საკუთარი მშობლების აღზრდის მეთოდებსაც ბუნებრივად იმეორებენ შვილები, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენს ახალგაზრდა მშობლები ყავს, რომლებიც ასევე ადრე დაქორწინდნენ და ისიც ვიცი, რომ მამიკოს გოგო იყავი სულ, ხო ესე. შენ თვითონ როგორ გზრდიდნენ, აი შენი ბავშვობა როგორ გახსენდება ამ კუთხით? აი ბავშვობა რომ ახსენდება, ძალიან ბევრი ემოცია ერთად მომდის თავში და გულში. ძალიან ლაღად, აი ეს სიტყვა ალბათ ყველაზე მეტად შესაბამება ჩემს ბავშვობას და მთავარი არის ის, რომ ძალიან დიდ სიყვარულში ვიზრდებოდი და ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უდიდეს სიყვარულში ვზრდი ჩემს შვილსაც და ეს უნარი სიყვარულის უნარი ალბათ არის ცხოვრებაში მთავარი მონაპოვარი, იმიტომ რომ თუ ეგ უნარი გაქვს, ბევრად უფრო მარტივია ცხოვრება და ყველაფერს რაღაცა უფრო ბედნიერი თვალით უყურებ და პატარ-პატარა სიხარულის შეგრძნებაც უფრო მარტივია. აქ აუცილებლად უნდა გკითხო შენს მეუღლეზეც, ბექა არის ყოფილი კალათბურთელი და ახლა უკვე უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელი, ხო? არ ვიცი ჩვენს მაყურებლებს რამდენად აქვთ ნანახი, თუმცა მე მინახავს ის ვიდეოები, შენ როგორ გულშემატკივრობ, როცა მისი გუნდი თამაშობს და ვიცი, რომ არც ერთ თამაშს არ ტოვებს, უიქ ხარ და ისიც გითქვამს, რომ ხმამა ხოლმე ჩახლეჩილი შეძახილებისგანო და მაინტერესებს ზოგადად ესეთი აზარტული ხარ თუ ეს ბექას მხარდაჭერა არის თუ აი როგორ აკეთებ ამ ყველაფერს? ორივე. ამით დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან აზარტული ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მხარდაჭერა არის ალბათ მთავარი, ეს რაღაც ტრადიცია ჩემი, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თამაში, ხო? ანუ მისი პროფესიიდან გამომდინარე, მაშინაც როცა თამაშობდა და დღესაც როცა მწვრთნელის ამპლუაშია და შესაბამისად ამ მომენტში მის გვერდით დგომა არის ჩემთვის პრიორიტეტი. ამიტომ რა გადაღებაც არ უნდა მქონდეს, სადაც არ უნდა ვიყო, ყველა ვიცის რომ შემიძლია, ასე ვთქვათ, ამ მატჩისთვის ავიღო თავისუფალი დღე, ან რაღაც საათები, რასაც მოითხოვს. რაც შეეხება ხმას, მართლა იოგების პრობლემა შემექმნა ზუსტად იმიტომ, რომ გიჟივით გულშემატკივრობ და ეს ემოციების მართვა არ ვიცი, აი ყველაფერში 100%-ით მინდა და ხო, აი ეგ პრობლემა, ეგ მე მგონი პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერში ვარ გადამეტებულად ჩართული მათ შორის ხო ბექას თამაშებშიც და ძალიან მიყვარს ზოგადად კალათბურთი, ამდენი წელია უკვე, ეხლა ჩემი შვილიც უკვე კალათბურთს თამაშობს და უკვე წარმომიდგენია იმის მნიშვნელოვან თამაშებზე რას ვიძამ და ხო ჩემთვისაც უკვე წარმოუდგენელია ამის გარეშე ცხოვრება. ასევე როგორც ვიცი, ბექამ შენ თავიდანვე სამუშაო პროცესში გაგიცნო, როცა შენ გამოდიოდი ჩვენებაზე, ხო? შეგიძლია რომ მოგვიყვე ამაზეც, იმიტომ რომ აშკარად ისიც ძალიან ჩართულია შენ საქმიანობაში და ისიც აქტიური მხარდამჭერია შენი თავი. მხარდაჭერის გარეშე არანაირი ურთიერთობა არ არსებობს, ეს გვერდში დგომა არის მთავარი, მით უმეტეს პარტნიორულ ურთიერთობაში და ცოლქმრობაში. მე ასე მგონია, ერთმანეთის წარმატება აუცილებლად უნდა უხაროდეს წყვილს, არანაირ კომპლექსს და რაღაცა
ცუდ ემოციას არ უნდა იწვევდეს, რაც სამწუხაროდ იმიტომ ვახსენე, რომ არის მსგავსი შემთხვევები. ბექამ პირველად სხვათა შორის ნახა ჯეოსტარზე და იქ მოვეწონე და შემდეგ უკვე გამიცნო, ხო, როდესაც ერთ-ერთი ჩვენება მქონდა და შემდგომ უკვე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და მხარდაჭერას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ნაბიჯი წარმატება, ჩემზე მეტად უხარია, შემიძლია თამამად თქვა. აზარტული რომ ხარ, ასევე ნათლად გამოჩნდა ჩემი აზრით პროექტში, სხვადასხვა პროექტებში აი ჯეოსტარიც ახსენე, ასევე ბოლო პროექტი მახსენდება ვინ არის, როცა ნიღაბი მოიხსენი და მამაკაცელოდებოდნენ, ანუ ისეთი არტისტული ხარ, რომ შეძელი რომ მთელი პროექტის განმავლობაში ყველას ეგონა, რომ კაცი იმღეროდა, ხო, იმ ნიღაბს მიღმა. მაინტერესებს აი რას ცვლის ეს კონკურსები შენს ცხოვრებაში, რას აღმოაჩენ ხოლმე შენში? აი არის ის რომ შეიძლება ამ პროცესმა რაღაც ახალი დაგანახოს საკუთარ თავში. ეს ხო ძალიან დიდი პროცესია რეალურად და თვეები გრძელდება და მუშაობ აქტიურად. უდიდესი პროცესია, სტრესიც, სიხარულიც, ბევრი ემოცია ერთად, მაგრამ ზოგადად კონკურსები რომ თქვა მიყვარს, მოვიტყუები. ჯეოსტარში, როდესაც ვიღებდი მონაწილეობას, მაშინ 15 წლის ვიყავი და ბუნებრივია რომ მაშინ სრულიად სხვა ხედვა მქონდა და დღეს ნამდვილად არ მიყვარს კონკურსები. მაგრამ ვინ არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა კლასიკური კონკურსი, სადაც რაღაც SMS-ზე ან ზარზე ხარ დამოკიდებული. აი, მსგავსი შეჯიბრი არ მომწონს. როდესაც მხოლოდ საკუთარი თავი გაბარია და მხოლოდ შენ თავზეა დამოკიდებული სადამდე მიხვალ, აი ამან დამაინტერესა ყველაზე მეტად და პირველივე დღეს მიზანი იყო ჩემი რომ მომეგო. ხო, ამას აი რაღაცნაირად ჟღერს შეიძლება ამბიციურად, მაგრამ მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ თავიდანვე არ ვიცოდი ვინ იყო ჩემი კონკურენტი, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ უნდა მომეგო. და აი ამ მიზნისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, აი ძალიან ბევრი ვიშრომე და შრომა ყოველთვის ფასდება. აი რას ნიშნავს შენთვის გამარჯვება, რატო გინდოდა ესე ძალიან? იცი, პირველ რიგში ჩემ თავს დავუმტკიცე ამ პროექტით ბევრი რამ, იმიტომ რომ ბავშვობაში ძალიან მინდოდა სიმღერა და ამ მიმართულებით ვინმეს ბრალი კი არ არის, ისევ ჩემი არჩევანიდან გამომდინარე, არავირჩიე უბრალოდ ეს პროფესიად და თუ კი რამის დამტკიცება მინდოდა საკუთარი თავისთვის, რომ ესეც კარგად შემიძლია, ან ვინმესთვის ვაკეთებდი თქო ვერ ვიტყვი, საკუთარი თავისთვის პირველ რიგში, მაგრამ ხალხისგანაც უდიდესი უკავშირი მივიღე, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ამ პროექტის მერეც და ხო მგონია რომ ადამიანებმაც კიდევ სხვა კუთხით აღმომაჩინეს და იცი რა არის ღმერთი რომ რაღაც შესაძლებლობა ნიჭს მოგცემს და ამ ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემა და ამას სწორად გამოიყენებ ალბათ არ ვიცი მადლიერების შეგრძნების გარდა სხვა აზრი არ მომდის თავში მართლა ძალიან მადლიერი ვარ რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. კი, ასევე შენახსენე საკუთარ თავთან დამტკიცება. მაინტერესებს აი როდესაც ესეთი ადამიანი ხარ, რომ საჯარო ხარ ბავშვობიდან ყველა გიყურებს ხო? რაღაცნაირად თავის წარმოჩენა აუცილებლად ყოველთვის თავი უნდა წარმოაჩინო ისე რომ იყო თავდაჯერებული, ამ ყოველფერს ასხივებდე და შენგან ეს მოდის. მაინტერესებს რეალურად როგორ არის, ანუ ამას უბრალოდ აჩვენებ თუ გაქვს ეს თავდაჯერებულობა და თვით შეფასება, იქონია როდესმე ამასთან პრობლემა? არა. არ მქონია და ვინც კარგად მიცნობს, ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე, რომ დიდი სხვაობა არ არის. ახლა გარდა იმისა, რომ რაღაც რა თქმა უნდა არის წესები. არა, ზოგადად აი ტელევიზიაში შეიძლება რაღაცა ჩარჩოში შეიძლება ხარ მოქცეული, მაგრამ მაინც მგონია, რომ ის ბუნებრივობა, რომელიც თავარი იარაღია, ჩემს პროფესიაშიც და ცხოვრებაშიც, ყოველთვის თან დამყვება და ამას ვერ ითამაშებ. თუნდაც ის თავდაჯერებულობა, თვით შეფასება, რაც ბუნებრივად მაქვს, ზუსტად იმას ვავლენ, დამატებით არც ვამეტებ და არც ვაკლებ. ანუ როგორიც ვარ რეალობაში, ზუსტად იგივეს მხედავს მაყურებელი და ალბათ ზუსტად ეს არის თავარი რამ, რითიც მათ კეთილგანწყობას ვიმსახურებ. მე ასე მგონია. კი, მეც ასე მგონია. ასევე შენ ყავს ძალიან გამორჩეული სამეგობრო წრე და თქვენს კადრებს რო უყურებ ხოლმე, რაღაცნაირად სულ ძალიან დადებითი ემოციები მოდის. ბევრს მოგზაურობთ ერთად, როგორც ხედავ, გიყვარს მოგზაურობა? ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მით უმეტეს
იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობრები. და ზოგადად მეგობრებზე როცა ვსაუბრობ ხოლმე, სულ ვამბობ რა რაღაც მოცემულობაში იბადები, მაგალითად ოჯახს ვერ ირჩევ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელთან ერთადაც უნდა გაატარო მთელი ცხოვრება, ვისაც მეგობარი ქვია, ჩვენ ვირჩევთ და აი ისევ უფრთხილდები ყველა ურთიერთობას, რომელიც ჩემს ცხოვრებაშია, რომ არ ვიცი, აი ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეგობრები მყავს მართლა, იმიტომ რომ ზოგს არ უმართლებს და ზოგს შეიძლება ერთიც არ ყავდეს და მე მართლა გამიმართლა, რომ უდიდესი მონაპოვარია მართლა. ბევრი კარგი, საუკეთესო მეგობარი მყავს, ვისაც თავისუფლად დავეყრდნობი ნებისმიერ სიტუაციაში და მათთან ერთად რა თქმა უნდა მოგზაურობას განსაკუთრებულად სასიამოვნოა არის რაღაცა გარემოს შეცვლა, ხო, განახლება და რაღაცა სხვა ემოციებით დაბრუნება, ახალი ძალებით, ახალი ძალით, ახალი შემართებით. რომელიმე მოგზაურობა გახსენდება განსაკუთრებულად, რაც შეგიძლია რომ მოგვიყვე? ჩემთვის ყველა მოგზაურობა განსაკუთრებულია. მართლა, იმიტომ უტრირებულად არ ვამბობ, აი ყველა მოგზაურობა კონკრეტულ ემოციებთან ასოცირდება და ბედნიერ შეგრძნებებთან. შენი მეგობრები ასევე გვიყვებიან, რომ შენ გაქვს სასწაული ხელი და ძალიან კარგად ამზადებ, ხო? როგორი დიასახლისი ხარ? ხო, ბებია ჩემი არის ძალიან კარგი კულინარი და მისგან ვიცი ძალიან ბევრი კერძის მომზადება და ხო, ბევრი აღნიშნავს, რომ კარგი ხელი მაქვს და არ ვიქნები თავმდაბალი და მეც ვიტყვი, რომ მეც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან გურმანი ვარ, მიყვარს ჭამა და შესაბამისად რაღაცა ამ გემოების შეცნობა მე თვითონაც იმდენად მიყვარს, რომ ზუსტად ვიცი პროცესში რა უნდა გამომივიდეს და სანამ იმ გემოს არ დავსვავ, არ დავანებებ კერძს თავს და ექსპერიმენტებიც მიყვარს, ცხოვაც მიყვარს. ხო, მე კარგი დიასახლისი ვარ, დალაგება არ მიყვარს, ანუ კეთება უფრო მიყვარს, ვიდრე დალაგება, მაგრამ მე გაკეთებულს მე რო არეული. მაგრამ სამზარეულო მაინც ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, იმიტომ რომ აი სახლში ალბათ ყველაზე ისეთი ადგილია, სადაც ყოველთვის ისუფთავე უნდა იგრძნობოდეს. ახსენე რომ გურმანი ვარო და იცი რა მაინტერესებს, აი ცხოვრების წესში ეს როგორ აისახება, იმიტომ რომ შენ ისეთი პროფესია გაქვს, რომ სულ ფორმაში უნდა იყო და ხარ კიდეც და აი ეს გენეტიკის დამსახურებაა თავისთავად ესე ხდება, თუ რაღაც შეზღუდვები გაქვს დაწესებული? შეზღუდვები ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების რაღაცა ერთ-ერთი კომპონენტი, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, არის გემრიელი კერძები და ანუ სწორად აღნიშნე რომ გურმანი ვარ, რაღაც მომენტში რა თქმა უნდა ვცდილობ რომ შევზღუდო, მაგრამ დღის რაციონში აუცილებლად რასაც ვჭამ უნდა იყოს გემრიელი. ეს არის ჩემი რაღაც დევიზი, რომ ანუ სტრესით გახდომა არ მომწონს რა, ამიტომ მირჩევნე რომ რაღაც რაოდენობა შევზღუდო და ის ვჭამო რაც მიყვარს. გენეტიკა უდიდესი ფაქტორია ყოველს ცხოვრებაში, მაგრამ წლებთან ერთად მაგალითად ახლა 27 წლამდე საერთოდ გრამს არ ვიმატებდი და დღეს უკვე აისახება ზედმეტი კალორიები ჩემზეც და აი ამ მომენტში უკვე ვახმარ ხოლმე ვარჯიში, მასაჟი, ცოტა შეზღუდვა და ასე შემდეგ. ასევე ამბობენ რომ ხარ ძალიან მტკიცე და პრინციპული და მაინტერესებს შენთვის ხო რა არის ის თავარი თვისება ადამიანისთვის, რომელიც აი მას აქცევს ღირსეულად, ასე ვთქვათ. ხო, ღირსეულია ადამიანი, რომელიც ალბათ საკუთარ პრინციპებზე არ იტყვის უარს არაფრის გამო. აი შენთვის რა არის თავარი პრინციპი? რაზეც არასდროს არაფრის გამო უარს არ იტყვი. აი არასდროს სიტყვა არ მიყვარს, იცი, მაგრამ ბევრი რაღაც არის კიდე ღირსებაში მოაზრებული ჩემთვის, როცა ადამიანი არის ნამდვილი, სუფთა, რაღაცნაირად ბუნებრივი, ავთენტიკური, ალბათ ეს არის მთავარი ღირებულება ადამიანში, როცა არ ცხოვრობს რაღაც გამოგონილი სამყაროთი, რაც მასთან ახლოსაც არ არის. რა, აი, როდესაც შენ თავს ზუსტად იპოვნი და ყველა კითხვაზე იმ პასუხს გასცემ რეალურად, აი მაგალითად, აი ელემენტარულით რომ დავიწყოთ, რა მუსიკას უსმენ. ზუსტად იმას იტყვი, რა რეალურად რაც გიყვარს და არა იმას, რაც მოდაშია ბჭყალებში. აი, რაღაც საკუთარი თავის ძიებაში თუ სწორ ადგილამდე მიხვალ და ზუსტად გეცოდინება რა გინდა და ვინ ხარ, ალბათ ეს არის მთავარი ღირებულება და პრინციპულობა ჩემს შემთხვევაში იმაში გამოიყო, ჯიუტიც ვარ, პრინციპულიც ვარ, ჯიუტიც ვარ და ხო რაღაც ჩემი პრინციპები მაქვს.
არის ერთის გამოყოფა გამიჭირდება. ხო, ანუ ხასიათი გაქვს ესეთი. ხო, ხასიათი მაქვს, რომ რაღაცას რომ ვიტყვი, შეიძლება შემაცვლებინო აზრი, მაგრამ უკვე შეიძლება აღარც მინდოდეს აი პრინციპულად იმ აზრის შეცვლა, აი რა, ხო, ცოტა რთული ხასიათი არის ალბათ ეგ. თუმცა მტკიცეა და კარგია, რომ ანუ კი, მე მომწონს, მე ბევრ რაღაცაში მეხმარება. ეს შემტკიცე და პრინციპული ხასიათი. თუნდაც შეიძლება მიზნებსაც მიაღწიო და რაღაც მომენტში შენი გაიტანო, ხო? ხო, დამატებით არის შეუპოვრობა რაღაცა მიზნისკენ ნაბიჯ სიარული. კი, ეგეც შემადგენელი ნაწილია ნამდვილად. ანუ ბევრ რაღაცაში მეხმარება, რაღაც მომენტში შეიძლება ხელს მიშლიდეს, მაგრამ მაინც უფრო დადებითად შევაფასებდი. ხო. შენი პროფესია მაინც ისეთია, რომ გარედან რო უყურებ ყველაფერი უფრო ბრჭყვიალებს, რაღაც მაკიაჟით მომღიმარი ყოველ დღე გამოდიხარ ესე ამდენი ადამიანის წინაშე და შეიძლება რეალურად ამ მომღიმარი სახის მიღმა იდგეს ძალიან დიდი სევდაც და შეიძლება თუნდაც ეთერამდე გეტირებოდეს, მაგრამ ამის ჩვენების უფლება არ გაქვს, ხო? ქონია ესეთი მომენტები, აი ძიმე რეალურად, რომ აი ცხოვრებაში რაღაც რთული პერიოდია, მაგრამ შენ სხვა გზა არ გაქვს და ეს არ უნდა გამოაჩინა. კი, მქონია, ხო, ძალისხმევის და ძალიან დიდი მონდომების ხარჯზე გადამილახავს, იმიტომ რომ ნამდვილად მაყურებელზე არ უნდა აისახოს შენი რაღაცა ნეგატიური ემოცია, თუმცა ყოფილა ასეთი შემთხვევა, იმდენი წელია ტელევიზიაში ვარ, რომ ბუნებრივიც არის რომ ყოფილა, მაგალითად ძალიან ახლო ადამიანი გარდამეცვალა და რაღაცა უმძიმესი დღეები იყო ჩემთვის, აი უმძიმესი გახსენებაც კი არ მინდა და მომიწია, რომ ერთ-ერთ პროექტზე მემუშავა და ალბათ ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე მომიწია, იმიტომ რომ ისეთი სტრესია, აი ამ ემოციებისგან გაქცევა, ზუსტად ამიტომ ვამბობ, რაღაცნაირად უნდა მივცეთ ჩვენ თავისუფლება, რომ იქ ვიყოთ, სადაც გვინდა და იმ ემოციაში სადაც რეალურად ხარ, მაგრამ პროფესია, რა თქმა უნდა, მოითხოვს, რომ რაღაც მომენტში მობილიზება უნდა გააკეთო და გვერდით გადადო შენი ემოციები. შეგიძლია გაგვიზიარო შენ ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული გაკვეთილი, რომელმაც გასწავლა რაღაც იმ პერიოდმა. ხო, აქაც ოჯახის წევრის დაკარგვაზე მიდის მაინც შემიგონება, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის იმის გააზრება, რომ რა რეალობისგანაც გაქცევა გინდა და გგონია რომ შენთვის არასდროს არ დადგება იმ რეალობას ეჯახები, სადაც უძლური ხარ. უბრალოდ ხელფეხი გაქვს შეკრული და ვერ ეწინააღმდეგები და რა გავიაზრე? გავიაზრე ის, რომ რაღაც დანაკლისები რაც დამიტოვა, აი თუნდაც აი დღემდე ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე ამ ადამიანთან. ბიძა ჩემზე მაქვს საუბარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბოლოს ეს ცუდი ამბავი მოხდა ჩვენს ოჯახში და აი სულ მაქვს დანაკლისი, რომ რაღაცა მეტი შემეძლო, თუნდაც მეტი დროის დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა და ხშირად ვიყავით ერთად, მაინც თითქოს რაღაც ვერ მოვასწარი. ხო, ადამიანის ბუნება ეგეთი, რომ რამდენიც არ უნდა გქონდეს გაკეთებული, რომ იცი, რომ უძლური ხარ და დღეს ვერაფერს ვეღარ შეძლებ და ვერ შეცვლი, ძალიან ცუდი აღსაქმელია რეალურად, რომ ვერაფერს ვერ ცვლი. ძალიან მტკივნეულია და მაგრამ რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით და მაპატი. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, როგორც ყოველთვის ემოციები ძლებს ხოლმე. როდესაც წარმატებულ ქალზე არის საუბარი, ბუნებრივად ლოგიკურად ჩდება ხოლმე ესეთი კითხვა, რომ როგორ უნდა დაიჭირო ის ბალანსი, ის დროის მენეჯმენტი, მაშინ როდესაც ერთდროულად ხარ მეუღლე, დედა, ასევე საჯარო ფიგურა და გიწევს რომ ეკრანზე იყო, აი როგორ იცავ ამ ბალანსს, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცი რომ თუნდაც 31 დეკემბერს, როდესაც ყველა ოჯახში ხვდება მაგალითად ახალ წელს, შენ დიდი ლამაზი კაბით შეიძლება იყო თუნდაც რას რუსთაველზე სცენაზე იდგე, ხო? და ეს ყოფილა ძალიან ხშირად. აი როგორ ხდება ეს ყველაფერი? ხო, როგორ ხდება? ხო, ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. იმდენად პატარაობიდან მივეჩვი ამ ყველაფერს, რომ ხო იცი როგორ არის რა, რაღაც ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის. ეს აღარ არის იშვიათი მოვლენა არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. შესაბამისად, როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, ზად უნდა იყო მაგ ყველაფრისთვისაც და პირიქით წარმატება არის, როდესაც რაღაცა ქვეყნის მთავარი კონცერტი მიყავს, მნიშვნელოვანი დღეები შენ მიყავს და მე პირიქით მიხარია და შესაძლებლობა დაღვექვამ და მომწონს. თუმცა მე ვაბალანსებ, ანუ მე დასვენების დღეებს ვატარებ ოჯახში
ოჯახში და ამიტომ დანაკლისი მგონია რომ არ გვაქვს ერთმანეთის. კი, და მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხრიდანაც სხვათა შორის მოსულან და ჩემთან ერთად დასწრებიან კონცერტსაც, რაღაც პროექტის ფინალსაც. კი, ნამდვილად ერთმანეთის ხელშეწყობა არის უმნიშვნელოვანესი. ეხლა მე რომ სახლში დავბრუნდე და რაღაცა გაბრაზებული ოჯახის წევრები დამხვდნენ, ბუნებრივია რომ აღარც კონცერტის წაყვანა მომინდება და არც სხვა დანარჩენი და გვერდში მასთან მივდივართ ისევ რა. ისე ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ გიფიქრია რომ უნდა წამოსულიყავი ტელევიზიიდან? იმიტომ რომ დილის ეთერში მუშაობდი, ვიცი რომ ძალიან ადრე გიწევს ამ დროს ადგომა და რთულია საკმაოდ ყოველდღიურობაში ეს რუტინა. კი, რთულია, მაგრამ ამავდროულად მაინც ასიამოვნო, როცა პროფესიად ირჩევ, შეიძლება იქ რაღაცები შეცვალო, რაღაცა ეტაპმა გაიაროს, ასე ვთქვათ, ახლა მე დილის ეთერში აღარ ვმუშაობ, ახლა ვარ პროექტებზე და ამ ეტაპზე ეს მსიამოვნებს და ყველაზე მეტად მომწონს, რასაც ვაკეთებ და არ ვიცი ხა დილის ეთერი თუ მომინდება კიდევ, მაგრამ აი ამ ეტაპზე კარგად ვარ, სადაც ვარ. ანუ ის რომ დანებებულიყავი და წამოსულიყავი, ესეთი მომენტი არ გქონია. ალბათ ესეც ჩენი ხასიათიდან გამომდინარე არის, რომ დანებება არაფერში არ ვიცი. დანებება არ არის ჩემი. ხო, ზუსტად ვიცი რა მინდა. ზოგჯერ რა თქმა უნდა სურვილი საწინააღმდეგოდ გვიწევს ცურვა, ეხა ისე არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ რაღაცა იავარდებით მოფენილია გზა, ანუ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სირთულეც, გადაწყვეტილების მიღების დროსაც კი, მაგრამ ხო ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ არ ამართლებს და ამ ყველაფრითაც ვსწავლობთ. და თუ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც არჩევანი გააკეთო იმაზე რაც ზუსტად იცი რომ გინდა, ესეც გამართლება არის და რაღაც სიმდიდრეა და ამ ეტაპზე კარგად ვარ. ხო. სანამ დავასრულებ, აუცილებლად მინდა ესეც კითხო და ამაზეც მოვისმინოთ შენგან აზრი. შენზე ამბობენ რომ ხარ ულამაზესი და ამას ხედავთ ჩვეულებრივ ყველა, მაგრამ ამას ამატებენ რომ შინაგანადაც ზუსტად ესეთი ხარ. მე მაინტერესებს შენთვის პირადად რა არის სილამაზე ადამიანში? აი ამ გადმოსახედიდან. მადლობა ისეთი კომპლიმენტით დაასრულე რომ პირველ რიგში მადლობა, ჩემთვის ალბათ განსაკუთრებულად სასიამოვნოა მეორე ნაწილი, როცა შინაგან ბუნებას აფასებენ, იმიტომ რომ ადამიანი თუ შიგნიდან არ ასხივებ, დღეს მით უმეტეს ყველანაირი შესაძლებლობაა რომ ვიზუალი შევქმნათ ზუსტად ისეთი როგორიც გვინდა, მიუხედავად იმისა რომ მე ამ მიმართულებითაც ძალიან ბუნებრივობას ვეტრფი და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბუნებრივი ვიყო ვიზუალურადაც, მაინც მგონია რომ ადამიანის აურა რა სხივს გადმოსცემს თვალებიდან, როგორ მეტყველებს, როგორ ექცევა ადამიანებს და როგორ ურთიერთობს სხვებთან, ანუ ეს განაპირობებს სილამაზეს, იმიტომ რომ შეიძლება ულამაზესი იყოს და რაღაცა მისმა ხასიათმა და ამ შინაგანმა ნეგატივმა გაგიქროს სრულიად სიმპათია, მაგრამ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი ულამაზესი მოგეჩვენოს, როცა შიგნიდან აი ამ სიკეთეს და რაღაცა სხივს გადმოსცემს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. და მე დავწმუნდი რომ შენი მეგობრები მიკერძოებულები არ არიან და ეს ყველაფერი მართლა ესეა და ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრი, თუ ღმესი მადლობა რომ მოხვედი. და წარმატებას გისურვებ, ვიცი რომ ჟურნალისტიკას ამთავრებ და მინდა რომ ძალიან ლამაზი და ბრჭყვიალა და როგორიც წარმოგიდგენია ზუსტად ისეთი კარიერა გქონდეს ცხოვრებაში. ღმესი მადლობა შენ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენთან ერთად გაატარა ეს დრო. გთხოვთ რომ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი და დარჩეთ ჩემთან ერთად. ნახვამდის.